და ახლა კურიერის შეკითხვებს ნიუ-იორკიდან მიხეილ სააკაშვილი უპასუხებს. საღამო მშვიდობისა, ბატონო მიხეილ, მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. საღამო მშვიდობისა. ბატონო მიხეილ, სასამართლო გადაწყვეტილებით თქვენს ოჯახს საქართველოში უკვე უძრავი მოძრავი ქონების განკარგვის უფლებაც არ აქვს. სამართლებრივი დავის გაგრძელების საშუალება კი საქართველოში აღარ არის, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. როგორ აპირებთ ქონებაზე სარგებლობის უფლების აღდგენას? ან თუ აპირებთ საერთოდ ამ მიმართულებით ბრძოლას? მე მინდა პირველ რიგში ვისაუბრო იმაზე თუ რა ქონებაზეა საუბარი, იმიტომ რომ თელი საღამო ატრიალებენ ქონება, სააკაშვილის ქონება, სააკაშვილის სახლები, სააკაშვილის ნაკვეთები, სააკაშვილის მანქანები. მე მინდა თითოეულმა ადამიანმა, ვინც გიყურებს, დაფიქრდეს, რა არის ამ ჩამონათვალში. ეს არის ყვარლის სახლი და პროკურატურა რამდენიც უნდა მოყვეს ივანიშვილის ოლიგარქის ჯიბის პროკურატურამ, რომ იქ არის 10 ნაკვეთი თუ 9 ნაკვეთი თუ 8 ნაკვეთი, ეს არის საბოლოო ჯამში 2 ჰექტარის მიწა, 2 ჰექტარი მიწა ყვარელში. ეს არის საცხოვრებელი სახლი, რომელიც არის საცხოვრებელი ფართი, რომელიც არის 75 კვადრატული მეტრი, ნუ პლუს იქ სარდაფი, მარანი და იქ რაღაცა დამხმარე ნაგებობები. ეს არის ის სახლი კი არა, სადაც პრეზიდენტობის შემდეგ გადავით, როგორც თქვენ სიუჟეტში იყო ნათქვამი, რომ აი გადავიდნენ სახლში. ეს არის სანდრას ბინა, რომელიც მამამისს მოუყიდა 90-იან წლებში. და სადაც დავიწყე პრეზიდენტობა, იმავე ბინაში დავბრუნდით, ეს საქართველოს საზოგადოებამ კარგად იცის, ბარნოვის ქუჩაზე. და ეს არის შემდეგ ბებიაჩემის ბინამ შენება, რომელიც შენდება მქონი 10 წელი უკვე და ვერაფრით ვერ დაამთავრა და თუ ამდენი ფული მქონდა, ერთი ბინა მეყიდა ბებიაჩემის რა პრობლემა იქნებოდა, ხო რომ დაემთავრებია ეს ბინა. და ეს არის რაღაც ძველი მანქანები, დედაჩემის რამდენიმე წლის იქ რაღაც RAV4, რაღაც 16 წელს თუ 17 წელს Honda სადღაც და ასე შემდეგ. ეხა მინდა თითოეული საქართველოს მაცხოვრებელი დაფიქრდეს რასთან გვაქვს აქ საქმე. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვის მოუწონო არ მოუწონო, რაღაცეები ეწყინა ჩემგან, რაღაც შეცდომები დაუშვით თუ არ დაუშვით. ეხა ამაზე საუბარი არ არის. ეს ქონება, რომელიც დღეს ივანიშვილმა წაიღო, თუ ამ დღეებში წაიღო ბოლო დღეებში. ეს ქონება არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რას ნიშნავს ჩემო ძვირფასებო, არაკორუმპირებული პრეზიდენტი. რას ნიშნავს სახელმწიფო მოხელი, რომელიც არ იპარავს. რას ნიშნავს პოლიტიკოსი, რომელიც ახმარს ფულს ხალხს და არაფერს არ ახმარს, არც ერთ-ერთს არ ახმარს საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახს. მაჩვენეთ ერთი პრეზიდენტი მსოფლიოში. ერთი პრეზიდენტი, რომელიც 9 წელი იყო პრეზიდენტი, თელ მსოფლიოში კიდევ ერთხელ მეუბნებ, რომელსაც აქვს უფრო პატარა სახლი, ვიდრე აი ეს რაც არის ჩემი სახლი, ერთ-ერთი რა ქონება, რაც მე შევქმენი ამ 9 წლის განმავლობაში. აი ეს არის ივანიშვილის სახლი. მე გახსოვთ ერთხელ ვაჩვენე თავის დროზე მთავრობის ხდომაზე შევარდნილის ჩინოვნიკების სახლები და ჩემთვის ეს იყო ძალიან პრინციპული საკითხი, რომ არც მე, არც ჩემ ნაცისებს, ახლობლებს, არაფერი სხვა შემოსავლები არ გაჩნდა, ამას ზამკაცად ვაკრიტიკებ. აი ეს არის ბანდიტიზმით ყველაზე დიდი ძარცვით 90-იანი წლების სოფლიოში, როცა გაიძარცვა უზარმაზარი ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირი. აი ეს სახლი შენდება ამ ძარცვით და აი სიდიდით რო ნახოთ, აი ეს არის რაც იქნება პატიოსანის შრომით. აი ეს არის, ეს ტიპაში სახლს წამართვა აი ეს სახლი. და უпростоრად ეს სახლი ხა დიდად გამოიყურება. აი ესე გამოიყურება ზუსტომებში. აი ეს არის ჩემი სახლის ზომა, აი ეს არის ივანიშვილის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი სახლების ზომა. და მე ამას იმიტომ ვიძახი, რომ საუბარი არის წყალსაც წაუღია ეს ქონება, თუმცა რა თქმა უნდა ამ პირობებში, როცა პრაქტიკულად ყოველდღიურად შეიძლება სანდრა და ნიკუშა გამოაგდონ თავის მამამისის საყიდი სახლიდან, იმითი გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, ხო? მაგრამ მოდი დავანებოთ ჩემ თავს, ჩემ არსებობას თავის საერთოდ. საუბარი არის იმაზე და რაზეც ყველაზე მეტად გივა გული, რომ ჩემი ქონება კი არ დააყადაღეს. საქართველოს დააყადაღეს. საქართველოში გააჩერეს ყველა პროცესები. საქართველოს არის იმ მდგომარეობაში, სადაც დღეს არის. საქართველოში ხდება ის უკანონობა, რაც დღეს ხდება. საქართველოში ხდება ის განუკითხაობა და დეგენერატიზმი და მარაზმი, რაც დღეს ხდება. ჩემო ძვირფასებო, აი ხა ამასთან ვიყავი სარფში, ხო? სარფში ვიყავი. იქ შევხვდით პარლამენტის წევრებს, უყურებდი იქიდან ბათუმს და ამაყად ჩაყავთ ბათუმში, იზახე, აი ნახეთ, რეები გაკეთდა, უცხოელებს უყვებიან. ერთი ახალი დიდი პროექტი არ დაწყებულა ბათუმში ამ 2 წელიწადში. ამაყად აჩვენებს შენობები მიდის რაღაცა, რა თქმა უნდა მიდის, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი რაღაცა დავიწყეთ ძალიან. ერთი სახინკლის, ორი სახინკლის გარდა ერთი ახალი შენობა არ დაწყებულა. სამაგიეროდ გააჩერეს
Royal Caribbean-ის ტერმინალი, რომელიც შემოიყვანა წელიწადში მილიონ ტურის მინიმუმ, სამაგიეროდ გააჩერეს გონიოს ხიდი, რომელიც განავითარებდა ახალმთლიან და სივრცეს ბათუმში, სამაგიეროდ გააჩერეს სვის ოტელი, გააჩერეს ტრამპ ტაუერი, გააჩერეს 10-15 სხვა წამყვანი შენობა. როგორ შეიძლება რომ გული არ მომივი? ეს არის ჩემთვის კამი არაფერს არ ნიშნავს, ჩემთვის ეს სახლი არაფერს არ ნიშნავს, ეს სახლი უბრალოდ მიყვარს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემ პირად ემოციებს. საუბარია იმაზე, რომ მოხდა ქვეყნის გაჩერება. დღეს და თან როგორ ბატონო მიხეილ, თქვენ ბრძანეთ რომ პრაქტიკულად შეუძლებელი რჩება თქვენი მეუღლის და შვილის საქართველოში ყოფნა. ნიშნავს თუ არა ეს რომ შესაძლოა სანდრა და ნიკოლოზმა დატოვონ საქართველო? აქამდე ნიკუშა იყო საქართველოში და სანდრაც ძალიან კეთილშობილად გადაწყვიტა ეს რომ ბავშვი ესწავლა ქართულ სკოლაში, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა ხა მით უმეტეს როცა სხვადასხვა წარმომავლობის არის ხო ჰოლანდიელიც არის და არაფერი ცუდი არ არის ჰოლანდიელობაში თავისთავად, მაგრამ ძალიან გვინდა რომ ასე ორივეს გვინდა სანდრასაც და მე რომ ბავშვი იყოს ქართველი. მაგრამ სხვა რაღაცას მინდა. აი ეს სახლი რომელზეც საუბარია ბარნოვის ბინას მე-4 სართულზე, მე-4 სართულზე ეს ბინა. ამ ბინის ნახევარი სანდრა გაყო და როცა გადააქცია თავის საქველმოქმედო ორგანიზაციის სოკოს ოფისად. აქ ამ ბინაში ნამყოფია 1000-ობით გაჭირებული საქართველოს მოქალაქე. ჩვენ ბინაში. ამ ბინაში გაიცა 100-ობით 1000 ლარის თუ მილიონების არა დახმარება. ეს დახმარება, რომელიც ჩვენ როცა საქართველოში დავბრუნდით, მაშინ მართლა $500-ზე ვცხოვრობდით, სანდრას შემოსავალი იყო და ჩემი პარლამენტარის ხელფასი რაღაც რომელიც ძალიან მცირე იყო და ამ ხელფასის ნახევარი გადადებული ქონდა ქველმოქმედებაზე. არა მაშინ როცა ხდებიან რაღაც პირველი ლედები ან პრეზიდენტები და მერე იწყებენ, ხო? ეს იყო ცხოვრების წესი. ეხლა სანდრას ის ბინა რომელიც გამოიყენა და ყველაფერი რაც ქონდა გამოიყენა იმისათვის რომ ხალხს დახმარებოდა და საქართველოში არის 10,000-ობით, 100,000-ობით მინიმუმ ადამიანი და 100,000-ობით იცისამა, რომელსაც სანდა დაეხმარა, რომ ეს ოპერაცია გაუკეთა, რომელსაც სიყვაზე მხედველობა არ ქონდა, თვალი აუხილა, რომელსაც გადაარჩინა მაგალითად კერდის კიბოს და შემდეგ იმიტომ სკრინინგი შემოიტანა. ამ ადამიანებმა ხო იციან საცხოვრობთ და როგორ ცხოვრობთ. საუბარია იმაზე, რომ როდესმე გაგიგიათ, რომ ჩემს შვილებს ვინმე შეეწუხებიათ, ვინმე დაეჩაგრათ, სადმე ეჩხუბათ, სადმე დანა გაეყარათ, სადმე უცენზუროდ მოქცეულიყო. გაგიგიათ სადმე რომ რომელიმე ჩემი ოჯახის წევრებს, როცა ოჯახის წევრებზე საუბრობთ. ბებია ჩემი ზია წერეთელი, რომელიც ახლა გადასახდის დედაჩემთან ერთად ცხოვრობს, საწყობად ქცეულ ჩვენ ძველ პეკინზე სადაც გავიზარდე მე თვითონ ბინაში, 4 ოთახიანი ბინა, ხო? ბებიაჩემს 1927 წელს ზუსტად ესევე გამოაგდეს ბებიაჩემი სახლიდან კომუნისტებმა, იმიტომ რომ იყო ინტელიგენციის ოჯახიდან, იმიტომ რომ დაუხრიტეს ბიძა და გადაუსახლეს მამა, გადაუსახლეს კიდე ორი ბიძა და ასე შემდეგ. ასე რომ ეს მე მგონი წარსულში იყო და ამიტომ საუბარია იმაზე, რომ როდესაც პრობლემა იმაში კი არ არის, რომ მე რაღაც ქონება მე საქართველოში ისაც ვერ ჩამოდიოარ ჯერჯერობით, ორ ქვეყანაში ვერ ჩავდივარ, სოფლიოში, საქართველო და რუსეთი, მაგრამ სხვა რაღაცა დავფიქრე, სხვა რაღაცა დავფიქრე, შემოძვირფასე. დღეს საქართველოში პრობლემა, აი გამართობენ რომ პრეზიდენტი უნდა წასულიყო თუ არა სამიძე, ვითომ ხალხს სხვა საქმე არ ქონდა, იქ რა ქვია, ლუძი უნდა დაშტრაფონ ხალხი თუ არა. თავარი რაღაცა მოიშალა. საქართველოს მართავს ერთი უწიგნური, მობანდიტო, დაულაგებელი, დაბოღმილი, ბუნებით დაჩაგრული, მახინჯის სულის პატრონი ოლიგარქი, რომელიც შემომჯდა ამ მთაზე, ამ თავის უზარმაზარ სასახლეში და თვითონ იღებს ყველა გადაწყვეტილებას. თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ვის რა ქონება წაართვას და ვის რა დაუბრუნოს. თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ვინ ჩასვას და ვინ გამოუშვას. თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ვინ გარიცხოს და ვინ მიიღოს. თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომ პოლისჯოხი თუ არა იყოს დანიშნოს ამ თანამდებობას თუ იმ თანამდებობას გინდა დაწყებული პრეზიდენტიდან და დამთავრებული პრემიერ-მინისტრით. ის მოშლია მთავარი ღერძი სახელმწიფოებრიობის და ძალიან მარტივია მებრძოლების ქონების ჩამორთმევა, რომელიც ეს არის კადიროვის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა ჩეჩნეთში. როცა მე გადიან ტყეში ჩეჩენი მებრძოლები, კადიროვი მათ ართმევს ქონებას. ჩვენ ცხოვრობთ 21 საუკუნის საქართველოში, სადაც ჩვენ შევქმნით ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოებრიობა, სადაც ჩვენ შევქმნით ინსტიტუტები, რომელიც მუშაობდა, სადაც ჩვენ შევქმნით კანონები, რომელიც ასეთ რამეს საერთოდ გამორიცხავს, ეს კანონის ჩარჩოები საერთოდ არ ჩამჯდარა ის, რაზეც ლაპარაკობთ. რო ლაპარაკობენ გაფლანგაო, ამ გაფლანგვაში მინდა შეგახსენოთ ყველას 19 მილიარდზე ხო დაიწყეს ლაპარაკი. 19 მილიარდის გაფლანგვაზე იყო საუბარი, ხო? 19 მილიარდი ჩამოიყვანეს საბოლოო ჯამში 8 მილიონამდე და ეს იყო იუშჩენკოს საპონი მინდა შეგახსენოთ, უცხოური დელეგაციის მიღების ხარჯები
უცხოეთში გადაადგილების ხარჯები, რომელიც ემსახურებოდა მაგალითად შარშანდელი გაეროში ჩემი გამოსვლა, რომელიც იყო ძალიან ბევრისთვის მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი ჩვენი რეგიონის ისტორიის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის ფულზე ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე, რომ რატო რა არის ჩემი ფილოსოფია? არ შეიძლება ერთდროულად. აი ყვარელში რომ სახლის საიდან გაჩნდა ჩემი დამაცეთ თუ რამე კითხვები გაქვთ მითხარით, მაგრამ გავაგზავნე. დიახ, საბანკო ანგარიშებზე გვაინტერესებს. ბატონო მიხეილ, დღეს თქვენმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დაყადაღებულია საბანკო ანგარიშებიც. რომელ ანგარიშებზეა საუბარი? ეს ყადაღა მხოლოდ თქვენზე გავრცელდა თუ ოჯახის წევრებზეც? არ ვიცი, ჯერ ერთი მინდა გითხრათ, რომ თუ რამე შემოსავალი მაქვს, მიმდინარე მე არანაირი დიდი თანაზოგები არ მაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ქონდა და ყველაფერი რაც მოვიპოვოთ, ჩავდეთ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საქართველოში, რომელიც არ არის ჩემი საკუთრება, რა თქმა უნდა, ესენი ისეთ ბანდიტები არიან, რომ შეიძლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ისევ ვერც გავყიდი, ვერც ვიყიდის პრეზიდენტის ბიბლიოთეკა და სადაც ხალხი დღეს მაგალითად იყო ძალიან მაგარი ღონისძიება, ასობით სტუდენტი მოვიდა, ამას წინათ შევხვდი საქართველოში საუკეთესო 60 კურსდას აბიტურიენტს, ყველაზე მაღალი ქულები რო ქონდა და ძალიან კარგი რამდენიმე საათიანი შეხვედრა ქონდა, ამას შეიდო, ამიტომ მიმდინარე ანგარიშები არ მაქვს, მიმდინარე ჩემი შემოსავლები ეს არის შემოსავლები, რომელთაც ვიღებ ლექციებით, რომ და ბევრგან მიწვევენ, ის ბევრგან მიწვევენ და მიხდიან გადაადგილების ფასს, მიხდიან ძალიან ხშირად ძალიან მაღალ დონეზეც არის და ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის ჩემი შემოსავლები, რა თქმა უნდა. ის მე რაც მაქვს, ის მაქვს თან და ყოველდღიურად ხარჯავ, მაგრამ როცა დაუბრუნდა, აი ყვარელის სახლი. ყვარელის სახლი საიდან გაჩნდა? გაჩნდა იქიდან, რომ ყვარელი ავაშენით ხელახლა. ყვარელს ჯერ გავაკეთეთ ლოპოტას ტბა, ყვარელის ტბა, ილიას ტბა, გავაკეთეთ ახალი ბულვარი, გავაკეთეთ იუსტიციის სახლი, აღვადგინეთ და უпроსოდ ხელახლა ავაშენეთ ქალაქის ცენტრი, გავხსენით საავადმყოფო, გავხსენით აღვადგინეთ ძველი მუზეუმი, ხელახლა აღვადგინეთ ილია ჭავჭავაძის მუზეუმი და ქალაქის მუზეუმი, კომპიუტერიზაცია მოვახდინეთ სკოლების, იუსტიციის სასწავლო-ცენტრი. აი ეს ყველაფერი რო გავაკეთეთ, მე ისე მომეწონა იქაურობა, რომ გადავწყვიტე ბინის ყიდვა, სახლის ყიდვა, მე მიწის ყიდვა. მე შემომთავაზა ადგილობრივ გამგეობა, რომ აგერ არის სახელმწიფო მიწა, ყველაზე მაგარი მიწა იყო სახელმწიფო მიწა ორი ცალი. ერთი ტყის თავზე, აი ივანიშვილი როგორც არის შემომჭრელი თაზე, ერთი იყო და მეორე იყო იქვე გვერდზე ძალიან ლამაზ ტყესთან. მეუთხარი, ეს არის სახელმწიფო მიწები, ამას ხელს არ მოგიდებ. ორივეგან უნდა აშენდეს სასტუმრო. მე მოვიყვანე ის ინვესტორები, მე ვთხოვე და აშენეს ერთმანეთზე მაგარი სასტუმროები, ყვალის თაზე და მე ახალმოთავრობ დიდი სიამოვნებით გახსნა და მეორე იქ შატო ძალიან მაგარი. და მე ვიყიდე არსებული ნაკვეთები, თან ვიყიდე თითო და თან როგორია, როცა ვიწყებთ განვითარებას, ყვარელში მიწის ფასი იყო რამდენჯერმე უფრო იაფი. მე ეს ყველაფერი განვავითარეთ და ვიცოდი რომ მოიმატებდა სიღნაღის მაგალითზე, ბათუმის მაგალითზე, მაინც არ ჩავთვალე საჭირო თუ წინასწარ რომ მეყიდე. აი მე ვიყიდე. ჩემი ხელფასი თითქმის ამას დავხარჯე და მე მეორე და მესამე ნაკვეთი რომ მომიდა, რომ ცოტა მოიმატებია ჩემი ვენახის და კიდევ ერთხელ მე 2 ჰექტარზე არის საუბარი, 2 ჰექტარზე. ყოველ ჯერზე ჯვირდებოდა, იმიტომ რომ უკვე პრეზიდენტის ვენახის გვერდზე იყო მეორე ვენახი. აი ამაზეა დღეს საუბარი. ბატონო მიხეილ, რა შედეგი შეაძლოა მოყვეთ საქართველოს ხელისუფლებისთვის იმ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არის აღზრული? ჩვენ კიდევ ერთი განცხადება ვნახეთ ვაშინგტონიდან, სადაც კაფიოდ იყო გაკეთებული მინიშნება ამ თემაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 21 საუკუნეში, როცა კადიროვის მეთოდებით აკეთებ რაღაცებს, შენ შეუძლებელია რომ სახელმწიფოს ნეგატიურად ეს არ დაიყოს და ნეგატიურად ეთყობა. მე ბათუმის მაგალითი მოგიყვანეთ, ხო? ბათუმში ჩვენ ავაშენეთ ახალი ბათუმი. დღეს ბედერაჩემს ედაებიან 60-ოთახიან ბინას, რომელიც აქვს კორპუსში ბათუმში, რომელიც სხვა წუთში მე მგონი დღეს დაიხდის საბანკო კრედიტს და ისტუმრებს. ამაზე ედაებიან, ხო? და რაღაც საბავშვო ბაღის რაღაც წილზე, ხო? რომელიც ძალიან მაგარი სხვა საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც ჩემ პრეზიდენტობა დიდი ხნით ადრე მას ჰქონდა წილიც და გახსნილიც და როგორც ბევრი სხვა უნივერსიტეტი გაიხსნა. მაგრამ ძალიან მარტივი კითხვა არის, ხო? ამ ხელა ქალაქი აშენდა და ესენი უსინდისო დღეს მაგალითად მოვისმინე, უბრალოდ დღეს მოვისმინე, რომ აი დაბი ჯგუფი, მაგარი რაღაცას გატყობინებ. დაბი ჯგუფი გახსნის ახალ სასტუმროს საქართველოში 7 ვარსკვლავიანი კაზინო ესა ისა რა მაგარ რაღაცას მივახცე. აი ამიტომ ვიყავი ემირატებში, თავრობამ გამოაცხადა. ემ დაბიჯგუფის სასტუმრო, მე ვისაც სკლეროზი აქვს, მინდა შევახსენო, სისხლი ჩავამთხია მაგაში. 7 წელია ვაშენებთ და ორჯერ გააჩერა ამ თავრობამ, როცა მოვიდა. ეს სასტუმრო ხანაშარი მოდოხარა, მე ავტეხეთ ერთი ამბავი ინვესტორი ჩავურიეთ და ძალით მე გააგზერეს. იმ კაცის სახელი, ვინც აშენებს ამას, ერქვა ბათუმში ბულვარს, იმიტომ რომ 20,000 პალმის ხე გვაჩუქა, შეიხ ნახაიანის, ძალიან კეთილშობილი კაცია. პირველი რაც გააკეთეს, პირველივე კვირას ბათუმის ახალმა საკრებულომ გადაარქვა შეიხის სახელი დიდი უმადურობის ნიშნად. ამ კაცს არაფერი არ უნდა და 20,000 პალმა აიღო ესე, ჯიბიდან ამოიღო რამდენიმე $10 მილიონი ესე აჩუქა ქალაქს, ხო?
და დღეს თავრობა აცხადებს თავხედურად რაღაც მივახციეთო აშენდება ახალი სასტუმრო მე გამიხარდებოდა რომ რამე ახალი აშენო მაგრამ საუბარი იმაზე რომ უცხოეთშიც ეთყობა ეს რომ ქვეყანა არის გაჩერებული როდესაც საუბარი არის იმაზე რომ წავიდნენ ოკაცეს კანიონი გახსნეს რომელიც მე გავხსენდი და ძირითადი ნაწილი აშენებული ჰქონდა და აი გავხსენდი კანიონი რამაგარი რაღაცა ერთი ის არ უხსენებიათ რომ კანიონი გახსნეს მაგრამ არ აღადგინეს დადიანების სასახლე რომელიც დაწყებული ჰქონდა გააჩერეს კანიონში იყო კიდე 3 პროექტი გააჩერეს აქედან 2 პროექტი და ერთი პროექტი იმიტომ რომ სოფლიოს ბანკის იყო და ვერ იტყოდნენ ამაზე უარს იძულებული იქნენ ესე გაუბედურება დაემთავრებიათ ქვეყანა არის დაპაუზებული ქვეყანა არის გაჩერებული როგორც არის კახელების აღმახნული და ქართლების და ფარც დაღმაფარცხესო ეს დაღმაფარც ხოს აღარ არის ეს არის რეალურად სახელმწიფოებრიობის ეროზია სახელმწიფოებრიობის გრევა ძირითადი პროექტების აბსოლუტურად ყველა ძირითადი პროექტის გაჩერება როგორ შეიძლება რომ დღევანდელ პირობებში როცა უკრაინაზე აღარ მიდის ოდესას ტვირთები რუსეთიდან ჩვენი რკინიგზა და რა ძარცვა და რა ყაჩაღები მიიყვანეს ეგეთი მართლა მეტი არაფერი არ ქვია რა ყაჩაღები და რა ბანდიტები ვინ არის ეს უჩა ესეთი ივანიშვილის მამიდაშვილი ახალი ნუგზარ შევარნაძე რომ 30%-მდეა შემცირებული საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა როცა უნდა იყოს გაზრდილი მინიმუმ 2-ჯერ უკრაინული მოვლენების შედეგად ესე იგი მიდის მასშტაბური გლეჯვა უკვე მასშტაბური განაწილება ეს მარტო პრემიები არ არის ასობით მილიონი ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ 11-ში ერთდროულად არ გამოდის ერთი ხელით რომ ჯიბეში იდო და მეორე ხელით ქვეყანა აშენო ეს არ გამოდის მე ავაშენე ჩემი სახლი მაგრამ ჩემს სახლს ხვია საქართველო ჩემს სახლს ხვია საქართველო და ეს სახლი არის დღეს დაყადაღებული და ამ სახლს უთხრიან ახალ ძირს და ამ სახლს არ ამთავრებენ ბოლომდე იმიტომ რომ მთელი რიგი ფლანგები ქონდა დასათვალებელი ამიტომ მე მინდა საბოლოო ჯამში უთხრა ერთი რაღაცა რა და ამაზე გავამთავრებ რომ ის ყველაფერი რაც ხდება ამ ეს ხალხი არც მალავდა რომ ამას გააკეთეს ივანიშვილმა ხო თქვა მე ამის ვიდათ ვიყავი სარფში და ნახე რიგები ივანიშვილმა ხო თქვა იდგეს ხალხი რიგებში რა მნიშვნელობა აქვს მაინც საქმე მაინც არ აქვს უმუშევრე რა საჭიროა ეს იუსტიციის სახლებში თქვა და გააკეთა არის რიგები აეროპორტში, არის რიგები საბაჟოზე, არის რიგები იუსტიციის სახლებში და მომსახურებაში. ხო თქვა რომ გაგებით მოეკიდეთ კრიმინალს და ხო დაუდგეს კრიმინალებს ჩვენი აშენებული იუსტიციის სახლის წინ ერთადერთი რაც სამთავრობამ შექმნა თელია მე განმავლობაში იყო ძეგლი კრიმინალებისადმი დადგმული იუსტიციის სახლის წინ მოიბადა კრიმინალმა და რეალურად ეს ხალხი არც მალავს რას აპირებს. ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს თავის გადაწყვეტილება თავის დასკვნა მე ძალიან ღმარ წმენა მაქვს ქართული საზოგადოების აქ საუბარი მე არ მალაპარაკებს არაფერი პიროვნული ისე ამიტომ კიდევ ერთხელ მეორე არც დიდი ქონება არ მქონია არასდროს არ გამოკიდებულ ვარ ამას კი თუ ქუჩაში დატოვებენ ჩემი ოჯახის წერას მეწყინება მაგრამ ეს არ იქნება საბაბი მისაც რომ თუნდაც გავბრაზ და გამწარდიან ვიღაცაზე შურიზიება მომქმედებს იმიტომ რომ დღეს ისინი მოქმედებენ შუა საუკუნოვანი შურიზიების წესი და 21 საუკუნეში და ჩვენ გავაგრძელებთ ადრე თუ გვიან და მე ბევრად უფრო ადრე ვიდრე ბევრს გონი ახალ თანამედროვე სახელმწიფო შენობა შურიზიება ვერ იქნება ის მოსიმოტივატორი როცა მოვა ახალი ნორმალური მთავრობა ის აღარ იმოქმედებს შურიზიებით ამათ შეუძლიათ მხოლოდ გრევის ენით მხოლოდ შურიზიებით მხოლოდ შეჩერების ენით ლაპარაკი ხო და ტყუილების ჩვენ რაც არ უნდა მოხდეს რაც არ უნდა ამათ გვიქნან ახლა ერთი რაღაცა მინდა თქვა არასოდეს უნდა უთხრათ ჩვენ თავს არ ვიძიებ შურს იმიტომ რომ შურიზიება თანამედროვე სახელმწიფოება რომ არის შეუთავსებელი და ყველაზე დიდი სასჯელი რუსეთთან მოვლილი ოლიგარქის და მისი პატრონის პუტინის იქნება ის რომ საქართველო გააგრძელებს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას ამიტომ ჩვენ უნდა შევხვდეთ ყველაფერს მტკიცეთ წყნარად და გავაგრძელოთ ჩვენი ორგანიზება იმისაც რომ საქართველო დაუბრუნოთ თავის განვითარების ბუნებრივ გზას. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ კურიერის შეკითხვებს ნიუ-იორკიდან მიხეილ სააკაშვილი პასუხობდა.